ჟენევის მოლაპარაკებების 65 რაუნდი ჩაიშალა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების მაგიდა ერთ-ერთ მთავარ თემაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების განხილვისას დატოვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედიდან ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით მას სტაციონარული მკურნალობა აღარ ესაჭიროება. სექტემბერში ქართულ ოცნებას 124 პირმა 4.100.000 ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ავრცელებს. მათი ცნობით შეუმწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული. სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სულ 19 ადამიანის სხედარია ნაპოვნი, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის ოპოზიციონერ მერს ექრემ იმამოღლუს ბრალი წაუყენა. უწყება კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერისთვის თავისუფლების აღკვეთას 2352 წლით ითხოვს.